სალამი მეგობრებო. ეთერშია ცოდნის არქეოლოგია ირაკლი მეფარიშვილთან ერთად და ჩვენი სტუმრები გახლავთ სურა პაპასკირი და მიშა ბახტაძე. ჩვენ დაახლოებით 2 კვირის წინ ძალიან საინტერესო დისკუსია ჰქონდა თამარ მეფეზე. კერძოდ 2 საკითხზე ჰქონდა, ვისაც არ გინახავთ აუცილებლად იხილეთ ეს ვიდეოები. ეს გახლავთ თამარის გამეფება, თამარის სახლობა, ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლა და ჩვენი დისკუსია აი ამ საინტერესო მომენტზე cliffhanger-ზე შევაჩერეთ, ხო? და ახლა თვისებრივად სხვა ტიპის ისტორია გვაქვს თამარის შესახებ, ცოტა უკვე ასე თქვათ, მნიშვნელოვანი მომენტები, ანუ წინააზიურ პოლიტიკაში და ანუ მნიშვნელოვანი ბრძოლები და სხვა ტიპის ასე თქვათ პოლიტიკა გვაქვს და აი ამაზე მინდა საუბარი. დღეს ვისაუბრებ ჩვენ შამქორზე, პასიანზე, თამარის თანამესაყდრეობაზე ლაშა გიორგისთან და 1210 წლის ლაშქრობაზე, ტრაპიზონტის იმპერიის წარმოშობაზე და ბოლოს გარდაცვალების ალბათ მიზეზებზე ჩვენს ვივარაუდებთ, ჩვენს ვერსიებს გამოვთქვათ. მოდი დავიწყოთ თავიდან, ანუ ისტორიული თანმიმდევრობა დავიცვათ. ძალიან აწუხებდა ალბათ წინა აზიას, აზერბაიჯანს აი თამარის საქართველოს ჰეგემონობა და იყო ერთგვარი ასე თქვათ შირვანთან დაკავშირებული ერთგვარი რაღაცა პოლიტიკა და შირვანი რახანს ყბადნაფიცი გახდა საქართველოს მიმართა თამარის გარს. რა მოხდა შემდეგ? დავიწყოთ თქვენგან. ესე იგი მე-12 საუკუნის 80-იანი წლებისთვის, როცა თამარის ერთპიროვნული მმართველობა დაიწყო, საქართველო უკვე წარმოადგენდა კავკასიის ლიდერ სახელმწიფოს. ეს პროცესი დაიწყო დავით აღმაშენებლის მმართველობიდან. დავით აღმაშენებლის დროს გაჩნდა ტიტულატურა. ეს თავისთავად მოდიოდა მეფე აფხაზთა ქართველთა რანთა და კახთა და უკვე სომეხთა დაემატა და შირვანშაჰ და შაჰანშაჰ. ეს არის მთელი კავკასია, ფაქტობრივად პოლიტიკური კავკასია. იმიტომ რომ შაჰანშაჰ სომხური, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა, სომეხთა მეფე ლორიშ ტაშირის მეფე და ხოლო ანისი და სხვა სომხური ქვეყნები, ეს შაჰანშაჰ და რაც შეეხება შირვანშაჰ, ეს იყო მუსლიმური სახელმწიფო, ჩვენი მეზობელი სახელმწიფო და იმ დღიდან, როდესაც საქართველოს პრეტენზია განაცხადა შირვანშაჰობაზე, შაჰანშაჰობაზე საქართველოს გვირგვინოსანმა, რა, იმ დროიდან ის გახდა მთავარი მოწინააღმდეგე ამ ისლამური სამყაროსი. და პირველ რიგში თქვენ სწორად ახსენეთ ადარბადაგანის ათაბაგი, ხო, ილდენიზიდების დინასტია იყო მთავარი მოწინააღმდეგე, ესე იგი საქართველოსი ამ მიმართულებით. და საქართველოს საგარეო პოლიტიკური აქტიურობა ძირითადად 2 მიმართულებით იყო პრინციპი. არა, შეიძლება 3 მიმართულებითაც ვთქვათ ჩვენ. ახლა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულება ყოველთვის იყო ქართველი მეფეების პრიორიტეტული მიმართულება, ჯერ კიდევ იბერიის დროიდან და საერთოდ ეს კავკასიონის გადასასვლელების პრობლემა თითქმის ყველა იმპერია, ვინც კი მოდიოდა აქ და ვინც კი გავლენას ამყარებდა იბერიის მეფეებისგან, აქეთ ლაზიკა ეგრისის მეფეებისგან, ალბათ უფრო კოლხეთის დროიდან კოლხეთის მეფეებისგან, თავთავიან სეგმენტში ავალებდა ამ ფუნქციას, აი კავკასიონის გადმოსასვლელების დაცვის ფუნქციას. ამისი არაერთი მაგალითი გვაქვს. ამიტომ გარდა იმისა, რომ უახლოესი რეგიონი იყო, აი ეს სამხედრო პოლიტიკური აცანა იყო მნიშვნელოვანი და ამის გამო საქართველოს მეფეები, ან ქართველი პოლიტიკური ლიდერები, მოდი ასე ვთქვათ, როგორც დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს უფრო კარგად ჩანს ეს. ესე იყო დაკავებულნი იყვნენ ამით. და ამას მოყვებოდა საქართველოს სამხედრო პოლიტიკური გავლენის დამყარება, კულტურული გავლენის დამყარება
და ჩვენ წინა გადაცემაში მგონი ვთქვით ეს რომ ჩრდილოეთ კავკასია ფაქტობრივად იყო ქართული ქვეყანა ცივილიზაციურად, ოღონდ იმის გამორიცხვით, რაც მთას უკავშირდებოდა. ახლა ბარის ცივილიზაცია იქ არ იყო, მაგრამ კულტურული თვალსაზრისით, აი რაც ცივილიზაციას არა, წიგნიერებას, სარწმუნოებას, მხედველობაში ქრისტიანობა, რაც ამას ეხება, ეს რასაკვირველია საქართველოს სახელმწიფოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს მიმართულება თავისთავად იყო. მაგრამ ის რომ როდესაც საქართველოს ერთიანი ძლიერი სახელმწიფო, დავითის სახელმწიფო რო შეიქმნა, იმ ამოცანებით, ხო? და ეს ფორმულა ნიკოპსიიდან და რუბანდამდე ოსეთიდან არის გაწამდე ეს ფორმულა 1125 წლის ანდერძში ოფიციალურად მოცემული. ახლა ხშირად ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ, კი არა ცნობილია თითქოს რომ ეს მაინც დავითის დოკუმენტი არ არის და პოსტდავითური დოკუმენტია, მაგრამ ის იმ დროინდელი რეალობის ამსახველია. ის ამოცანა რეალურად არსებობდა, ის არ გაჩნდებოდა. რაღა მაინც ნიკოპსიიდან და რუბანდამდე რა. ეს ისე არ ჩნდება. ის იყო რეალობა და მე გადადიოდა ეს თაობიდან თაობა, თითქმის ყოველთვის ჩვენი ამოცანა იყო. აი საქართველოს ახლა მე არ მინდა იმპერია უწოდოს საქართველოს, მაინც კი ამბობენ რომ იმპერიული ამბიციები ჰქონდა საქართველოს. შეიძლება იმიტომაც ამბობენ ამას, რომ ოფიციალურად არაბულ ენაზე დავით დემეტრემ თუ არ ვცდები და არ მახსოვს დავითთან თუ არის ეგა მახვილი მესიისა. მე ვარ მახვილი მესიისა. არაბულ სამყარო, მუსლიმურ სამყაროს უთხრა ეგა, ხო? მე ვარ მთავარი. ეს არის პირველი განაცხადი, როდესაც საქართველოს მოუნდა ბიზანტიის ადგილმონაცვლეობა აი ამ ქრისტიანულ სამყაროში. და აი ამის გამო ძირითადი დარტყმები, ესე იგი უკვე საქართველოზე მოდიოდა. ახლა ბიზანტიის მიმართულებით ისლამურ სამყაროს არ შეუნელებია ბრძოლა და ძალიან შევიწროებული ჩანს, ხო, ამ პერიოდისთვის. ბიზანტია და უშუალოდ საქართველო და საქართველოს ბიზანტიის ანტაგონიზმი არ ჩანს. მაინც და მაინც ანტაგონიზმია ის ადრე მე-11 საუკუნეში რაც იყო. და მაგრამ არა იმიტომ რომ ესე იგი ეს ძირითადად გამოწვეული იყო ბიზანტიის დაუძლურებით და როდესაც ბიზანტიას უკვე პრობლემები გაუჩნდა და უკვე აი კომნენოსები მათ დაკარგეს ტახტი და კომნენოსები საქართველოს სამეფო კარის საქართველოს სამეფო კარი მათთვის თავშესაფარი გახდა. კომნენოსების ანდრონიკე უშუალოდ იყო ის პრეტენდენტი იყო, ტახტის პრეტენდენტი, მანამდე იყო, ის დევნილი იყო. და მობრუნებულზე ის გახდა იმპერატორი იქ. მაგრამ საერთოდ კომნენოსების თავშესაფარი იყო, ნათესაობას აკავშირებდა დინასტიური ქორწინება იყო დავითის დროს კომნენოსების საგვარეულო დინასტიასთან და ეს მე რისი თქმა მინდა რომ საკუთრივ ბიზანტიის მიმართულებით კი არ იყო რაღაც დაპირისპირება, მაგრამ ეს მახვილი მესიისა განაცხადი იყო რომ მე ვარ ახლა, ხო? აი ეს მე ვარ ახლა და შემდეგ კი განაცხადა აი ამ კომნენოსების მეშვეობით ტრაპიზონდი რომ შემოიერთა საქართველოს კი არ შემოგაცრავად იქ რომ დაამყარა კომნენოსების ხელისუფლება იქ იყო პირველი ნაბიჯი იქ არავინ არ ფიქრობდა იმ ეტაპზე არავინ არ ფიქრობდა რომ კომნენოსები გაჩერდებოდნენ ისინი ფიქრობდნენ ტახტის დაბრუნებას ხო მაგრამ აღმოჩნდა რომ დაიშალა აი როგორც საქართველოს გიორგი მერვეს დაემართა ადრე კიდე იყო ასეთი არჩილს დაემართა ხო კონსტანტინოპოლში ისინი ვერ მობრუნდნენ მაგრამ ტრაპიზონში ახალი სახელმწიფო ფაქტობრივად ახალი სახელმწიფო შექმნეს ხო და აქ თავარი მაინც ის იყო რა აი ძირითადი მიმართულება ეს ისლამური სამყარო აქ ფორპოსტი იყო საქართველოს იყო ფორპოსტი
და მთავარი მოწინააღმდეგენი ცდილობდნენ ანუ საქართველოს განაცხადა თავისი ჰეგემონური პოზიცია მიაღწია კიდეც თავისი და მიაღწია. ანუ ეს ძალიან კონკრეტული მოქმედებებით არის ჩემთვის არავითარ. ეხლა საკუთრივ შამქორის ბრძოლა ვინ იყო? ანუ აბუბექრი რა გახდათ მათი მიზანი? კერძოდ მათი წარმატების შემთხვევაში რა იყო მათი მონახაზი, ანუ რა უნდა მომხდარიყო პირობითად. და აი ამ ბრძოლაში დავით სოსლანს რა წვლილი მიუძღვის, იმიტომ რომ რამდენადაც მე მახსოვს იყო უგზოობის გამო ცოტა დაეგვიანვა მისმა ძალებმაო რაღაც ეგეთი მომენტიც მახსოვს, სადღაც ამოკითხული მაქვს. შეგიძლიათ ამახსნათ. ხო, ახლა პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ რა არის, ესა განძის საამირო, ხო? განძა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პუნქტი სამხრეთ კავკასიაში, განძა, რომლის წინააღმდეგაც არ ვიცი, ხა ბაგრატ მე-3-დან მოყოლებული, გიორგი მე-4-ის ჩათვლით. თითქმის ყველა ქართველი მეფე იბრძოდა და ვერასდროს ვერ შემოვიყვანეთ სამეფო შემადგენლობაში რა. აი ვამარცხებდით, ყმადნაფიცი იყო, მაგრამ ვერ შემოგვყავდა, იმიტომ რომ ისლამური სამყაროც ძალიან იცავდა ამ ქალაქს, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი ქალაქია რა ეს განძა. ბუნებრივია, კიდე ერთი მომენტია, მინდა ამას ხაზი გაუსვა, რომ აი თამარის მეფობის ეს პირველი პერიოდი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, როცა ჩვენ დაკავებული ვართ ძირითადად საშინაო საქმეებით, ხო? აი ჩვენ ეს პერიოდი საგარეო აქტივობა იმ მომენტში მე მგონი საერთოდ არ აქვს. საგარეო აქტივობას ვიწყებთ ცოტა გვიან რატო? აი აღარ მართლა რომ დაგვეცადეს. ერთადერთი დოკუმენტი თითქოს იმ ეპოქას ეხება, იმ წიგნი ფიცისა. ეგრეთ წოდებული წიგნი ფიცის სალადინთან. ხო, ერთადერთი. აი ზუსტად ეს მინდოდა ახლა თქვა ბატონო ზურაბმა თქვა ამ დროს მახლობელ აღმოსავლეთში სერიოზული ცვლილებები მოხდა 1087 წელს სალადინმა იერუსალიმში. ამას მოყვა მერე ის რიჩარდ ლონგულის და ფილიპე მეორის და ფრიდრიხ ბარბაროსას მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა. მოკლედ სერიოზული ცვლილებები ხდება ძალების მახლობელ აღმოსავლეთში და ჩვენ რაღაცა პერიოდი აქედან ვარ გამოდიშვილი. და საგარეო აქტივობას პრინციპში ვიწყებთ, მე რომ მკითხო, სადღაც 1091 წლიდან ლაშა გიორგი რო დაიბადა და ბარდავში ვილაშქრეთ ჩვენ, აი სავარაუდოდ იქით. ეხლა რა ხდება განძაში? განძაში ხდება ის, რომ აბუბექრმა განძიდან გააგდო თავისი ძმა, უფროსი ძმა, რომელიც ჩავიდა შირვანში და დახმარება ითხოვა შირვან-შაჰისაგან. რომელიც, ყმადნაფიცია პრინციპში საქართველოსი რა. ყმადნაფიცი ნიშნავს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფო, მაგრამ გარკვეულ ფორმალურ დამოუკიდებულებაში ხარი, შეიძლება ხარკს ხდი, ჯარით ეხმარები, მოკლედ აქ ვასალია, ხო, დაახლოებით ეს ის არის. შირვან-შაჰსმა პირდაპირ უთხრა, რომ მე ვერ დაგეხმარები და შესთავაზა საქართველოში ჩამოსვლა და ჩამოვიდნენ თამარ მეფის კარზე. ეს არის ასე ვთქვათ ფორმალური მიზეზი. მეორე მიზეზი რეალური ალბათ ისიც იყო, რომ ეხლა აბუბექრი საკმაოდ აქტიური პიროვნებაა და აშკარად განწყობილია ჩვენდამი მტრულად. ანუ ჩვენს ინტერესებში შედიოდა, არა მარტო ის, რომ თქვა დავაბრუნოთ განძაში ამირ მირმანი, არამედ ისიც, რომ შესაძლო პოტენციური მოწინააღმდეგე დავამარცხოთ. იქ არის ეს თირა, რომ თამარი უბრძანებს, რომ შეიკრიბოს ჯარი. და როგორც ქართველი მემატიანე წეს 10 დღე დაჭირდა ამ ჯარის შეკრებას. იქ არის ერთი ძალიან საინტერესო ცნობა, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ეხლა ჩვენ არ ვართ განებივრებული ცნობებით, რომელიც ეხება აი დღეს როგორც ითქვიან ყოველდღიურ ისტორიას. სამწუხაროდ ესე არის და აი ისტორია ნაზმანში არის ერთი ესეთი გამონაკლისი, როდესაც წერს, რომ სტუმრებიო საუკეთესო მობურთალები იყვნენო ირანში, ერაყში და აი ამ ახლობელ აღმოსავლეთში. მობურთალები ნიშნავს სქემბურთს. და შესთავაზესო ქართველებს სპორტული ასპარეზი და ქართველები დათანხმდნენ და ქართველების მხრიდან ვინ მონაწილეობს ამ ასპარეზში? ზაქარია ხარგძელი, ივანე ხარგძელი, ჰერეთის ერისთავი გრიგოლი, დავით სოსლანი. მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე, აი დროის მანქანა რომ მომცა, დიდი სიამოვნებით შევხედავდი ამ ასპარეზობას, ესე იგი სქენბურთში ზაქარია ხარგძელი, დავით სოსლანი. შესანიშნავი სიუჟეტია ფილმის Dream Team. ხო, აი როგორი და იქაც დაამარცხეს ქართველებმა და მოკლედ იქაც თავი გამოიჩინეს. და აი ამის მერე დაიძრნენ ქართველები შამქორისკენ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ მერე ბრძოლის დროს შალვა ახალციხელმელის ხალიფას დროშა ჩაიგდო, რომელიც ხალიფამ გამოუგზავნა აბუბექს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აბუბექრი მარტო თავისი სახელით კი არ იბრძვის, ის იმ დროს ისლამური სამყაროს სახელით იბრძვის, ხო? ეს არის.
შამქორის ბრძოლა განძამდე არის შამქორი, სადაც ეს ბრძოლა გაიმართა. რას თქვენ ბრძანეთ დავითის ჯარმა რომ დაიგვიანა მე არ ვიცი ახლა ვერ ვიხსენებ, უბრალოდ დავითმა განახორციელა შემოვლითი მანევრი, როდესაც უგზო მარშრუტი აირჩია ისეთი, სადაც მანდამაინც გზა არ იყო. და ამან იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ, აბუბექრი დავამარცხეთ, განძაში შევედით. განძაში დიდი ნადიმი გადავიხადე და იქ თუ არ ვცდები ბასილიეზოს მოძღვარი წერს ძალიან საინტერესო ფრაზას წერს. ხორის ხორცით ინადიმესო. ხაზგასმული აქვს. ხორის ხორცით. რატო? იმიტომ რომ ეს მუსლიმური სამყაროა, მათთვის ხორი უწმინდური ცხოველია. ანუ ჩვენ ამით იცით როგორ არის ეს იდეოლოგიური მომენტიც არის რა. დომინაციის ყველაზე ძლიერი ვარ, რომ არა მარტო დაგამარცხე, ამირას სასახლეში არა მარტო ნადიმი გავმართე, არამედ აი ეს. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ეს არ არის სწორი და არ არის ტოლე. იცით რა არის? ეს არის მე-12 საუკუნის ბოლო. გავასწოროთ გერმანიის იმპერიის წარმოშობა, რომელიც ვერსალის სასახლეში გამოაცხადა მაინც და მაინც გერმანიის წარმოშობა. ამიტომ ეს დომინაცია. ხო, არის ძლიერი ხარ, ამას ყველანაირად ხას უსამრე, შენ ყველაფერში ძლიერი ხარ. ხო, ეს ერთგვარი პასუხია ალბათ. აი დავითის პოლიტიკა თბილისში შემოერთების შემდეგ და იქ მუსლიმები დასახლებულ ადგილებში, უბნებში აკრძალა ღორის დაკვლაო. ამას აღმოსავლელი ავტორები წერენ. ამას ხო არ პასუხობს ჩვენი მემატიანე, რომ აი გამოწვევა იყო, რა თქმა უნდა. ამით აჩვენა, რომ მე ჩემი იდეოლოგიით მოვდივარ, მე ჩემი რწმენით მოვდივარ, აი მახვილი მესიის, ხო? აი მით მოვდივარ. კი, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თანამედროვე ტერმინი დატროლეს. ხო, შეიძლება ესეც ითქვას რა. ნუ ეს არის რა, მახსოვდა ეგ ფაქტი. არ მახსოვდა ეგ ფაქტი. ბასილის აქ არის, უფრო მე მგონი ბასილის აქ. ხო და იცით რა არის, ეს სერიოზული ჩვენება არის, რაც ბატონმა ზურაბმა ბრძანა. ჩვენ ძლიერები ვართ რა. ასაგრელი. ვაკეთებთ იმას, რასაც გვინდა. ეპოქა ესეთი, ეს უნდა გააკეთოთ, ყველას უნდა ანახოს შენ სიძლიერე და ეს შამქორის ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველას აჩვენა რომ მიუხედავად ეხლა ის ჩვენი შინაგანი პრობლემები ხო მეზობლებმაც იცოდნენ, ეხლა ეს ხო არ არის დამალულია რა. ამ ბრძოლამ ყველას აჩვენა რომ მიუხედავად ამ სიძნელეებისა ყველაფერი გადალახულია, საქართველოს ძლიერი არის, ეს დროშა ეხლა დროშის მოწინააღმდეგის დროშის ხელში ჩაგდება არის დიდი პატივი. დროშის დაკარგვა არის სირცხვილი. დროშას რო კარგავდნენ სამხედრო ნაწილებს უბრალოდ შლიდნენ. იმის გამო რომ დროშა დაკარგა და აი მოწინააღმდეგის დროშა თან ხალიფას მიერ გამოგზავნილი დროშა ეს ძალიან დიდი ალაფია და სწორედ იმიტომიც იყო რომ გელათის მონასტერში შეწირეს, ხო? ეს ტრადიცია ალბათ დავით დიდგორის ბრძოლიდან მოდის, აი ეს დუბეის სანდაპაზის ის რო შეწირეს ოქროს გულსაკი, ეთყობა იქ დამოდის და ესე შეწირეს. ანუ ეს ერთი მეორე ამ ბრძოლამ გადაწყვიტა სამხრეთ აღმოსავლეთის პრობლემა. აბუბექრი მერე დაბრუნდა 21 დღის მერე თვალსწრაფით დაბრუნდა განძაში დაიკავა ისევ განძა, მაგრამ უკვე არანაირი მცდელობა იმისა რომ რაღაცა გაეკეთებინა არ ქონია, არ ჩვენ აღარ ქონია მცდელობა მისი შეცვლისა, როგორც ჩანს მისი ქმედება იმ მომენტში ჩვენთვის იყო აბსოლუტურად მისაღები. და აი ამ ბრძოლით სამხრეთ აღმოსავლეთით ჩვენ ყოველგვარი საფრთხე მოგხსენით. კიდევ უფრო განმტკიცდა შირვანზე ჩვენი გავლენა. საერთოდ შირვანი ბევრ რამეს წყვეტდა აი ამ იმაში. შირვანი იყო ერთი სიტყვით აი გადამწყვეტი შირვანზე რო გაბატონება, ანუ მასზე გავლენის დამყარება წყვეტდა ბევრ რამეს. და ჯერ კიდევ გიორგი მესამის დროს ჩანს აქტიურად, ძალიან აქტიურად თუ როგორ ფარველობს საქართველოს სახელმწიფო შირვანშახებს. აქაც ძალიან დიდი ნათესაური დინასტიური კავშირები ჩანს და თვითონ ძალიან ცნობილი აღმოსავლეთმცოდნეები ადასტურებენ იმას, რომ მაგალითად აკადემიკოსი ბარტოლდი პირდაპირ წერდა, რომ გიორგი მესამე იყო союзники верховный повелитель. უზენაესი ბრძანებელი იყო შირვანშახის და ამას ამ განმარტებას ბარტოლდის ამ განმარტებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ და აღიაროთ რომ ჩვენი ზოგიერთი არა ყველა, მაგრამ ზოგიერთი აზერბაიჯანელი კოლეგა დღესაც
იმეორებს იმას, რომ თითქოს საქართველოს სახელმწიფო დავითისა და თამარის სახელმწიფო დემეტრე გიორგი მესამის პერიოდ ეს იყო თითქოს ვასალური სახელმწიფო აი ამ ისლამური სასულთნოსი აი ამბობენ ისინი სასულთნოსი რა არგუმენტებია არის ასეთი სპეკულაცია 90 წელს გადაცილებული ძალიან მხცოვანი ისტორიკოსი აზერბაიჯანელი ჰუსეინზადე ადრე ჰუსეინოვი იყო ჰუსეინოვი რაუფ ჰუსეინზადე რომელმაც ასეთი წიგნი დაწერა და სხვადასხვა წიგნებშიც სხვა ნაშრომებშიც ამას ავითარებს ესე იგი დაწერა კავკასია და სელჯუკები საპროგრამული წიგნია რა ეს მისთვის და იქ პირდაპირ წერს რომ საქართველო თამარის საქართველოზე ლაპარაკ იყო დამოკიდებული აზერბაიჯანზე არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურად. ეს რა არის იცით, აი თათრზე რო თქვა ჩავი. აბსოლუტურად. ყოველგვარი არგუმენტები ამ შამქორის ბრძოლის შედეგებს მე როგორ სვამს აი ამ განმარტებაში, აი სად მოხდა, როგორ მოხდა, რა მიზეზით მოხდა. სხვათა შორის მე მოვიწია ამაზე საგანგებო წერილის გამოქვეყნება რუსულად და ქართულად, ჯერ რუსულად და ბაქოში გავაგზავნე. იმათ არ დაბეჭდეს, მაგრამ მე დავბეჭდე ეგ წერილი. და ესე იგი იქ მთლიანად დავეყრდენი მის საპასუხო ესე მის პასუხად არა ჩემ არგუმენტების მოყვანაში ესე იგი დავეყრდენი მეორე აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ის მართლა სოლიდური ისტორიკოსია ძალიან დიდი ისტორიკოსი იყო ზია ბუნიატოვი აკადემიკოსი ზია ბუნიატოვი ძალიან ცნობილი ისტორიკი აღიარებული მსოფლიო დონის აღმოსავლეთწოდნე ახლა მას ყოველგვარი იმის გარეშე ვამბობ გადაჭარბების გარეშე მე მომსწრებას მისი ასე ვთქვათ დიდი ავტორიტეტისა მოსკოვში ერთ-ერთ დაცვაზე თუ როგორ დაესივნენ მას და მასთან არჩევდნენ რაღაც ტექსტებს მოსკოვის ისტორიის ინსტიტუტში მარჩევდნენ ის ტექსტებს იქაური მეცნიერები რატო ვამბობ ამას ეს იყო ერთადერთი ისტორიკოსი ავტორიტეტი ყველაზე ავტორიტეტული ისტორიკოსი აზერბაიჯანში ვინც ამბობდა რომ შირვანი იყო ყმადნაფიცი ქვეყანა რასაც ჩვენ ვამბობთ რომ ის იყო ვასალი საქართველოს ვასალი და მოყავდა სადრადდინ ალი-ჰუსაინი ეს ისტორიკოსი აღმოსავლელი ავტორი რომ ძალიან სანდო ავტორი რომელიც მან თვითონ თარგმნა ამან ზია ბუნიატოვმა და ერთი სიტყვით ეს არის მართლაც ძალზე გამჭვირვალე მაგრამ მათ არ მოწონდათ ეს და ადრე იყო ალიზადე ასეთი კიდე აკადემიკოსი მათ იმან მოიწყო ეს თავის დროზე მინორსკი აღნიშნა მინორსკი ძალიან დიდი რუსი აღმოსავლეთწოდნე ონდის ემიგრანტი იყო და აღარ იყო რა რუსი მეცნიერი თუმცა სკოლა რუსული იყო რატომ დალაპარაკი აღმოსავლეთწოდნეობის და იმან აღნიშნა რომ ეს ვასალი იყო შირვანი საქართველოს ვასალი იყო და იმას გამოეპასუხა გამოსცა მისი წიგნი რუსულად შირვანისა და დერბენდის ისტორია ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოკვლევა იმ მინორსკის და თითქოს უსაყვედო რა რომ დაიწყო იმის მტკიცება მე ქართულმა ისტორიკოსებმა უპასუხეს სერიოზულად მას და მე შეიძლება აზრი თუ იგივე არა იმას რო არ შეუცვლია ის გარდაცვლილია იმას რო არ შეუცვლია აზრი ფაქტია იმიტომ რომ აი მისი ასე ვთქვათ ეპიგონი ერთ-ერთი არის სწორედ ეს ჰუსეინზადე თუმცა იმ თაობის კაცია ისიც აი თან ეს ამ აბსურდულ პოზიციაში ორი ისტორიული მოვლენა არ ეტევა ერთი თამარის როცა გაქორწინდა გიორგი რუსზე იყო ერთ-ერთი კანდიდატი შარვანის იყო ის მზად იყო საერთოდ ისლამი დაეტოვებინა არა ეგ იყო მოთხოვნაც იყო ეგ აი თუ კი ახლა ესეთი სცენარით არა როგორც მან წარმოიდგინა შეიძლება პირიქით ყოფილიყო ეს მოთხოვნა ხო ანუ ესეთი მარაზმი როგორ ახსნა და პლუს ეს შამქორის ბრძოლა რომელიც სადრადდინ ჰუსეინს მოყავდა ეს ბუნიატოვს ხაზგასმით აღნიშნული რომ ისე მდგომარეობამდე მივიდა ქართველების შიში და ესე იგი ეს აბუბექრი რომ გალოთდაო და
და როცა იტყოდნენ ქართველები არ მიხსენოთ, ქართველები არ ამას თვითონ არაბი ავტორია რა, მათი ავტორი ამბობს ამას და იმეორებს კი არა, მოყავს არგუმენტად აკადემიკოს ზიაბუნიატოს, ასე რომ ეს შირვანს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და ბოლომდე იყო ეგ შირვანში. აი ამ ბრძოლის მოგების შემდეგ განამტკიცა ალბათ ეს განმტკიცება ცხადია რომ დიდი პოლიტიკური განაცხადია, ცხადია დაადასტურა ჰეგემონია, სამხედრო უპირატესობა, ეს დატროლვაც სპეციალური განაცხადი იყო, გამოწვევა იყო, მაგრამ აი ტერიტორიული თვალსაზრისით შეემატა საქართველოს რამე თვითონ ამ შემთხვევაში. შემოერთება არ ყოფილა. ტერიტორიულად არაფერი. მაგრამ ამ განაცხადს მერე მოყვა მეორე ექო. უკვე შემდეგში ცნობილი ბასიანის ბრძოლის სახელით. ანუ რუმის სულსასულთნოს არა, მაგას ახლა ეგ სხვა არის. ეგ არის უკვე ის მიმართულება, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულება. ხო, ანუ ეს გამოწვევა კერძოდ აი საიდან მოვიდა მაშინ ეს რუმის სულთნის გამოწვევა, რომელშიც იყო ძალიან შეურაცხყოფელი წერილი, სადაც ანუ ყველა ხალი მოიხსენია როგორც რეგვენი და ბოლოს ელჩმა რა თქმა უნდა მას დავალებული ჰქონდა, რაღაც არ მგონია რომ ეს მისი თვითშემოქმედება ყოფილიყო. დავალებული ჰქონდა რა თქმა უნდა. ხო, ანუ რას ტექსტში არ ეწერა, ისეთი რაღაც წაიკითხა, რომ ან გიწყალობებ და გახდები ჩემი სოლი, ანადა ჩემი ხარჯა გახდები და მოხვდა ძალიან სერიოზულად მე, ისე რამოდენიმე წუთი ალბათ ეგდო უგონით. აი ეს ახლა მოდი გავხსნათ ეს საინტერესო თემა. ვინ არის რუმიკონის სულთანი, კერძოდ რატომ აქვს აი ესეთი განსაკუთრებული აგრესია ქართულ სამეფოს მიმართ, რა სიტყვებს თამარისგან? ეხლა როგორ არის ის აი წარმოედგინოთ ეხლა საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ძალიან ძლიერი სახელმწიფო ხარ და ინტერესები, ჩვენი ინტერესები მიმართულია სამხრეთისკენ. ორი მიზეზის გამო. ეს ერთი მდებარეობა ეხლა ჩრდილოეთ კავკასიაში გვაქვს უკვე გავლენა, აღმოსავლეთი დასავლეთი ზღვებია და გინდა არ გინდა რჩება სამხრეთის სივრცე. ეს ერთი. მეორე, ამ სამხრეთის სივრცეში გადის სავაჭრო გზები. ეს არის შუა საუკუნეებში კი არა დღესაც და შუა საუკუნეებში მithmetes ეს უმნიშვნელოვანესი რაღაცა სავაჭრო გზები და მისი კონტროლი ორი რაღაცის გამო. პირველი ეს არის შემოსავალი. იმიტომ რომ სავაჭრო გზაზე ქარავანი მოძრაობს და დიდ გადასახადს მიღებს და მეორე ეს არის პოლიტიკური გავლენა, იმიტომ რომ ეს გზა ჩემ ხელშია და მე ვისაც მინდა გავატარებ, ვისაც მინდა არ გავატარებ. ამიტომ მთელი ეს ომები ძირითადად მიდის სავაჭრო გზების ხელში ჩასაგდება. და ამიტომ ჩვენი ინტერესი არის სამხრეთისკენ, ეს სრულად უნებრივია და სამხრეთ-დასავლეთისკენაც აქ არის უმნიშვნელოვანესი ქალაქია კარი, რომლისთვისაც ჩვენ ვიწყებთ უკვე ბრძოლას, ანუ ჩვენი ინტერესი აშკარად მიდის აქეთ. ეხლა ვინ არის რუმის სულთანი? ესეთი რუმი რა, რუმი ნიშნავს რომი. რომის სასულთნო, ამათ პრეტენზია აქვს იმაზე, რომზე. ეს ერთი, მეორე ძალიან ამბიციური პიროვნებაა პიროვნულობაც გამომდინარე. და ფიქრობს, რომ არაფრით ნაკლები არ არის საქართველოზე და ერთადერთი, ვისაც შეუძლია საქართველოს შეაცვლოს, არის თვითონ. ამიტომ აქ ეჯახება ჩვენი ინტერესები, ჩვენ გვინდა სამხრეთით წასვლა და მისი ინტერესები, რომ ახლა შეაჩეროს ეს სახელმწიფო, რომ სხვათა შორის ის მიზან მიმართულად ემზადება ამისთვის. ეს არ იყო რაღაც სპონტანური შეტავა, ის მიზან მიმართულად ამისთვის ემზადება და აი ის ზუსტად წერილიც და ზეპი დანაბარებიც ამას მიუთითებს, ხო? იმ ზეპი დანაბარებზე ერთი საინტერესო რაღაცას წეს ჩვენი ისტორიკოსი, ახლა სიტყვები თავისთავად სიტყვები და მეორე ისტორიკოსი ხას უსვამს, როგორ წარმოთქვა ეს ელჩმა, როგორი თავხედობით თქვა, ხო? ახლა ამას აქვს მნიშვნელობა, შეიძლება რაღაც თქვა და შეგატყონ, რომ არქსია მოვალეობას იხდი. ახლა მე წარმოვიდგინე ის როგორი იმით ამბობდა, როგორი ჟესტიკულაცია და იმიტომაც იყო, რომ ზაქარია მხარგრძელმა გაარტყა ის თავისი ხელი. ასე რომ აი ეს არის მთავარი და ამან გამოიწვია ეს ბასიანის ბრძოლა, რომლის თარიღი საკმაოდ დიდხანს სადავო იყო, ხო? სადღაც 1202-დან 1205 წლამდე მერყეობდა სხვადასხვა ამას რატო აქვს იცით მნიშვნელობა? ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქ თან მოვლენათა თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა, ანუ როგორ ხდება ჩვენ ჯერ ბასიანის ბრძოლა, მერე კარი ავიღეთ, თუ ჯერ კარი ავიღეთ და მერე ბასიანის ბრძოლა მოხდა. თან ტრაპიზონი. თან ტრაპიზონი მოდის 2000. ამიტომ ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია. ერთი არის, ეს არის აშკარად ჩვენი მცდელობა, აი სამხრეთ-დასავლეთით წავიდეთ. ეხლა ამ ბოლო დროს მაინც უფრო 1202 წელი ითვლება ბასიანის ბრძოლის. ხო, ანუ აქ მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ მე სხვადასხვა ლიტერატურები რაც მახსოვს, იყო ესეთი ინტერპრეტაცია, რომ ტრაპიზონის იმპერიის შექმნას
მოყვა შემდეგ აი ეს რომის სულთანის ასე თქვა. ანუ აშკარად თუ ესე ჩასვამდი მანამდე ამ თარიღს. და თარიღებიდან თუ 4-5 იყო, მაგრამ ახლა მართლა უკვე 2002-ია ეს აშკარად ეს ხო, თუ იმ პერიოდში ჩასვამდა, რახან ჩვენ ტრაპიზონის იმპერიის შექმნა გადავიტანეთ ცოტა გვიან, ეს ვერსია უკვე აღარ ბრძოლა გადმოვიტანეთ უკან გადმოვიტანეთ ეს გიულია ლასანიან დაასაბუთა ეგ თარიღება და უკვე არავინ ამის რევიზიას არ ეწევა. ასე რომ, მაგრამ მაინც ეს ერთი მიმართულებაა. ბიზანტია ძალიან უკვე დაღმავალი განვითარება არც არის, ძალიან მძიმე ვითარებაშია ბიზანტია და მოხდა ხო? ჯვაროსნული ლაშქრობა, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა ახლა ზუსტად 2004-ში უკვე ხო საერთოდ კონსტანტინოპოლში შევიდნენ და ერთ სიტყვით ეგ ერთი მასში უნდა განვიხილოთ. ერთ ბლოკში ეს მიმართულება და ეს არის ლიდერობა სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით. თან აქ ალბათ კიდევ ყველა ის ტერიტორია რაც დავით კურაპალატის გარდაცვალების ჩვენ დავკარგეთ, ჯერ არა გვაქვს დაბრუნებული. ყოველ შემთხვევისათვის ჩვენ აი კარზე რა გამახვილა ყურადღება მიშა და ეს იქ მონაპირე ერისთავი გაჩნდა, ესე იგი იქ ადმინისტრაცია ძალიან მნიშვნელოვანი ადმინისტრაცია გაჩნდა, ადგილობრივი ადმინისტრაცია, ასე რომ დიდი ამოცანები იდგა საქართველოს სამეფო კარის წინაშე, აი ამ მიმართულებითაც როგორც ჩანს და ამის შეჩერება უნდა და ეს ამბიციური იყო რუკნადინი, ძალიან ძლიერი ჩანს. რუკნადინი ნამდვილად ძალიან ძლიერი ჩანს და შეაჩერა საქართველოს. ესე იგი, კარსია ხო იგივე? კარის. ხო, კარსია, დიდი დღევანდელი კარსია. კარის ციხესიმაგრის აღება, ეს დავით სოსლანმა იტვირთა ეს მხედართ მთავრობა აი ამ ოპერაციის? ხო, დავითი მონაწილეობს, თუმცა მე მგონი ბასილი ერთ-ერთ ქართველ მომატიანე წერს, რომ კარი პრინციპში თანახმა იყო უკვე, ნებდებოდა, უბრალოდ იქ არის ესეთი კარელმა სურვილი გამოთქვეს, რომ სამეფო კარმა დაიმორჩილოსას და მცირეწლოვანი გიორგი მეოთხეც გაიგზავნა, თუ არ ვცდები მე, როდესაც კარი ჩავიბარეთ ჩვენ, კი. ეს მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი. მათონაზურმა მართალი თქვა, აბუბექრი არაფერი შედარება არ არის რუკნადინთან შედარება, რუკნადინის სერიოზული ამხელა სახელმწიფო, ამხელა ამბიციები. აქ სხვა გამოწვევა. აქ სხვა. არა, ეს პირდაპირ სხვა მასშტაბებია. ის რეალურად პრეტენზიას აცხადებდა კონსტანტინოპოლში შესვლაზე. ანუ რუკნადინმა ეს წერილი იმიტომ არ გამოაგზავნა, რომ იქ რაიმე პირობები მიიღოს, ეს არის სპეციალურად გამოწვევა ომისთვის. ანუ იქ ისეთი ენა იყო გამოყენებული, რომ ვერაფერზე ვერ დათანხმდებოდი და ვერ შეთანხმდებოდი, ხო? მაგრამ ქართულმა სამეფო კარმა აი ესეთი რაღაც სტრატეგია ჰესავით აირჩია, რომ ელჩი არ გაუშვა და თითქმის როცა იყო მობილიზებული ყავდა ჯარი და რაღაცა ერთი დღის სავალი იყო თითქოს იმ ადგილამდე მისასვლელად, მერე გაუშვა ეს ელჩი, რაღაცა ასე ამდაგვარი ცნობებიც ამოვიკითხე ჩემს საშინაო მომზადებაში. და რუკნადინიც მზად იყო, ხო? მაგრამ როგორ? ანუ ეს როცა გააგზავნა უკვე ის მზად იყო. კი, ის ბრძოლის ხელზე მზად არის. არა, ესე შემტევი მხარე იგაა. შემტევი მხარე იგაა. ეს არ არის ის რომ გააგზავნა და ნახოთ რა პასუხს მიიღო. იცის მან პასუხი. პასუხი ყველა შემთხვევაში. საბაბი უნდა ის მოდის ომით. ის მოდის ომი და ამას ჩვენ წინააღმდეგობას უწევთ და გაუწიეთ და აქ რამდენი ტრის რაოდენობა დაახლოებით? თუ ჩვენი გადასახედიდან ვიტყვით, მეტნი იყვნენ რა საგვირველია. საერთოდ ამ რაოდენობებზე ქართულება არც დავითის ეპოქაში არ არის ეგ ისინი რომ თითქმის ყველგან ჩვენ ვიყავით უფრო მცირე რიცხოვანი. ხო. ეს ეჭქვეშ არ უნდა დავაყენოთ და ეს 10ჯერ მეტი იყო და ასე არა. დიდგორზე რო არის დიახ, ამაზე ჩვენ გქონდა. ესე არ არის. როგორ რამ გადაწყვეტა ეს ბრძოლაში წარმატება? რა მოხდა თვითონ ბასიანის ბრძოლის ოპერაცია, აი როგორ შედგა? სხვათა შორის ბრძოლის დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა პირდაპირ იერიში რომ მიიტანეს.
იქ ისტორიკოსი წერს, რომ აი ამ ჯარს და სარდლებს აქ არიან ძმები ახალციხელები, ივანე მხარგრძელი, თორსტები ვარამგაგელიც, იქ სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს, ამ სარდლებს ცხენები დაუხოცეს. ამიტომ ჯარიც იძულებული გახდა, ჩამოქვეითებული იყო და ეს სერიოზულად შეირყა იქ ბრძოლის ბედი. ბრძოლის ბედი გადაწყვიტეს ზაქარია მხარგრძელმა და დავით სოსლანმა, ერთმა მარჯვენა ფრთიდან, მეორე მარცხენა ფრთიდან შემოუარა რუქნადინს და ფლანგებიდან რომ დაარტყეს, ამან გადაწყვიტა ბრძოლის ბედი, თორე დასაწყისი ჩვენთვის ძალიან ცუდად წავიდა. იმიტომ რომ ის ელოდებოდა ჩვენ შეტევას, მზად იყო, ეს პირველი ჩვენი შეტევა მოიგერია და აი რო არა ეს გვერდებიდან, ფლანგებიდან შეტევა დავით სოსლანის და ზაქარია მხარგრძელის, ჩვენი დასაწყისი იმ ბრძოლის ძალიან რთული იყო. Ჩვენს მანდ ერთი მომენტია, თამარი ხო ამ დროს ოცხლეში იმყოფება და მასთან იქ არის ამალა და ამ ამალაში შედის იყო ესეთი სასულიერო პირი ევლოგი. ეს არის რა ქვია, სალოსი. სალოსი ეს ევლოგი ქართულად არის ქრისტესთვის სულელი. და იქ არის ისტორიაში არის აღწერილი ესეთი მომენტი, რომ სხედან მათ შორის ეს ევლოგის ზის და უცებ ეს ევლოგი წამოხდება, ზემოთ აიხედავს, მერე დაბლად აიხედავს, დავარდება, ამას გააკეთებს სამჯერ, მერე დაიძახებს თუ არ ვცდები დიდება თამარის სახლს და გაიქცევა. და იქ მერე თამას ამას უთარგმნიან ესე, რომ რაღაცა ხილვა ქონდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ხილვა იყო დადებითიო და არის ესეთი თეორია, რომ ამას უკავშირებენ იმ მომენტს, როდესაც ბასიანის ბრძოლაში ქართულ ლაშქარს უჭირს. აი მომენტში ამ სალოს, ეხლა ეს მე არ ვიცი რეალურად, მაგრამ ესეთი ახსნა ასე ესეთი საინტერესო დეტალი, ანუ ესეც ხაზს უსვამს იმას, რომ ბრძოლის დასაწყისი ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო. ძალიან მძიმე იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გავტეხეთ და საოცარი გამარჯვება მოვიპოვეთ და მე მისი ძმაც ნალის ერთ ნალში გავცვალეთ, ხო? ესეც კიდე ერთი ძლევა ისაკვირველი იყო, რა თქმა უნდა ლაპარაკი. ეს ნამდვილად იყო ძლევა ისაკვირველი. თან სად ვომობთ? ხო. ეს არ არის აქ შამქორი. ხო. შამქორსა და ბასიანს შორის დიდი განსხვავება. ჩვენ სად ვართ? ძალიან შორს ვართ, ხო? დიახ. ანუ ლოჯისტიკურად ურთულესი ოპერაცია, მაშინ როცა აქ ჩასაფრებული ხარ ტერიტორიაზე მიდიხარ. ხო. ბასიანი ერთგვარი პრელუდია იყო სპარსეთის ლაშქრობის ალბათ თავისი მასშტაბით. თავისი მასშტაბით. ამ წარმატების პოლიტიკური შედეგი შემდეგ რა იყო? აი რუმის სულთანს კონკრეტულად აი პოლიტიკური შედეგი იყო ზუსტად ტრაპიზონდი. ამის შედეგი იყო ანუ მან იმათი მხრიდან ვეღარავით არის წინააღმდეგობა ან პოლიტიკური რაღაც ჩართულობა რომ ეს არ შედგეს აღარ არის. არაფრის თავი არ ქონდა და მთავარია რომ აი ვინც შეიძლება ჩვენ დავასწარით კიდეც რუქნადინს. ახლა მე მაინც და მაინც ეს კავშირი არ შემხედია სად მე იქნება აქ რამე გოჩა ჯაფარიძეს ამასთან დაკავშირებით ახლა ვერ ვიტყვი და გადაჭრით, მაგრამ მე მგონი აი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ დავასწარით, აშკარად შეიძლება ტრაპეზონდი თვითონ აიღო რუქნადინს. ასე რომ აქ ის რო თბილისს აიღებდა ეს საშიშროება შეიძლება იმდენად არ იყო, რასაკვირველია. აქ იყო აი ასე ვთქვათ სივრცის დაკავება, მომიჯნავე სივრცის დაკავება და მთლიანად გაფართოება ტერიტორიის, უშუალოდ ტერიტორიის რომის სასულთნოსი. აი ტრაპეზონდის იმპერიის წარმოშობამდე ერთი საინტერესო დეტალი არის, ხო, რომელიც დაკავშირებული არის ალექსი ანგელოსთან დაკავშირებული ერთგვარი ეპიზოდი, როცა მან გაძარცვა აქიდან გაგზავნილი პერმონაზნები, რომელიც გაატანა თამარმა ესეთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე განძეული და ეგ ჯოულებრივი, ასე თქვა, ძარცვის ოპერაცია ჩაატარა და ამის დასასჯელად ჩატარდა მთელი აი საუზღვისპირეთში ესეთი საინტერესო ლაშქრობის რაღაცა ეპიზოდი, რომლის შედეგი იყო ეს. ეგ საბაბად იქნა გამოყენებული. აშკარად საბაბი იყო. ანუ ეს ოპერაცია, ეს ადამიანები სპეციალურად მიიღო და ანუ აი იცოდა რა მოხდებოდა დაახლოებით, ანუ ეს თუ პოსტფაქტუმ უბრალოდ შედეგი ესეთი მოხდა და გამოიყენეს ეს მომენტი. ხო. რა ვიცი, ახლა მაინც და მაინც რომ მიზეზი აქვს სხვა იყო. მიზეზი არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები. მასშტაბური ინტერესები და გეგმა, კონკრეტული გეგმა.
თან გავითვალისწინოთ ახლა აქ კონტექსტი როგორია. ბიზანტიაში არის უმძიმესი ვითარება უკვე. ახლა უკვე მომხდარია უკვე მე მგონი ისააკ ანგელოს დააბმავეს ხო? და ალექსი ანგელოსი არის იმპერატორი. და მომხდარია უკვე კონსტანტინოპოლის აღება. დაახლოებით აი როგორი არის საკმაოდ. რუქნადინის დროს? თუ არა, ტრაპიზონდის დაახლოებით ეს მომენტები რომ მოხდებოდა ან ალექსისთან დაკავშირებით. ეს ახლა უშუალოდ ჩვენ რა მასალებიც გვაქვს, ხო, იქ ასეთი რა თითქოს რაღაცა იმის გამო მოხდა, ამის გამო. ეს არა გვაქვს, არც პანარეტოსთან არ არის მგონი ეგა, ხო? და პანარეტოსთან არის ერთადერთი ავტორი, ვინც ახსენებს თამარს. არის რომ ესე იგი თამარმა აღასრულა ეს. თამარმა გადაწყვიტა ტრაპიზონდის ბედი და კომნენოსები ხელმწიფედ აქცია ტრაპიზონის. ეს ვიცით. და სინამდვილეში მე კიდევ სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს იყო რაღაც დიდი გეგმის ნაწილი და თამარის საქართველო პოლიტიკურ წესრიგს ამყარებს, ცდილობა პოლიტიკური წესრიგი დაემყარებინა, ესე იგი, თავისი პოლიტიკური წესრიგი ბიზანტიის იმპერიაში. ეს ამის გარეშე მარტო რაღაც ლოკალურად ტრაპიზონდის იმპერიის და იქ მადნაფიცის სტატუსით დასმა, რატო იმპერატორი, რატო ამბობდა? უკვე მორჩა თან ვინ არის? კომნენოსები არიან. ეს არის მეტოქე დინასტია. ალექსი კომნენოსი ვინ არის? ანუ ჩვენს კარზე იზრდებოდა, ხო? კი, ორივე წელი. ანუ ეს როგორ მოხდა, რომ კომნენოს და გვარი დევნილები არიან, აქ არიან თავშეფარებულები, კი. დიახ, მათ დაკარგეს ხელისუფლება და ძალაუფლება, ხელში ჩაიგდეს ანგელოსთა დინასტიამ, ხო? და აქედან გამომდინარე, ლეგიტიმური უფლება მათ აქვს. და ამ ლეგიტიმური უფლები და პლუს იმ რაღაცას პოლიტიკური თავხედობით თუ შეიძლება ასე ითქვას, ბძარცვას იყენებს ლეგიტიმური უფლების გასახორციელებლად. და ეს ქალაქები პრაქტიკულად აი ლეგიტიმურ ასე თქვათ მართვეს აღარ ეწინააღმდეგებიან, ხო? რაღაცა ამდაგვარი ის არის. ეს ერთი ვერში ვინ უნდა შეწინააღმდეგებოდა, იქ უბრალოდ მეტოქე აღარ აქვს ფაქტობრივად. მასიანის მერე სამხრეთ კავკასიაში ჩვენ მეტოქე უბრალოდ არ აქვს. არავინ არ არის. მეორე ხო აი რაც თქვენ თქვით გარკვეული კავშირი რა თქმა უნდა იმასთანაც მოხდა რომ აი ეგ ჯვაროსნება კონსტანტინოპოლი არის. ბუნებრივია ჩვენ ამაზე ინფორმაცია გვექნებოდა, ვეთანხმები ბატონ ზურაბს რომ ის ბერების ამბავი ის რა თქმა უნდა საბაბია. ის ბერები სავარაუდოდ იქ მართლა გაძარცვეს, მაგრამ ეხლა კონსტანტინოპოლიდან ბრძანა იმას იმპერატორმა, მაგრამ გაძარცვეს, მაგრამ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მეთაურის არის. ხო, ანუ ჩვენ ძალიან კარგად იქ ანარქია. რა თქმა უნდა. იქ წესრიგია დასამყარებელი და კონსტანტინოპოლი ვერ ამყარებს იქ წესრიგს. ესაა საბაბი, მეტი კი არაფერი. ძალიან კარგად შეაფასეს ჩვენ სამეფო კარზე შექმნილი ვითარება, საბაბი გამოიყენეს და შექმნეს ეს ტრაპიზონის იმპერია. ვეთანხმები ბატონ ზურაბს, აბსოლუტურად ეს არის შორს მიმავალი გეგმის პირველი ნაბიჯი. იმიტომ შორეული გეგმა არის კონსტანტინოპოლი. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ მოიცარა კონსტანტინოპოლი. უნდა წარმოვიდგინოთ, საქართველოს იმ დროს არის უძლიერესი სახელმწიფო ახლობელ აღმოსავლეთში და ქრისტიანული სამყაროც რო აიღო უძლიერესი სახელმწიფო. ამიტომ ესეთი ამბიციები გვაქვს. რატომაც არა? ანუ ისევ კომნენოსთა დინასტიის გამოყენებით კონსტანტინოპოლის დაბრუნება ისევ ის მახვილი მესიის. ეს მარტო ეს შეეძლო ეთქვა მარტო ბიზანტიის იმპერატორს. ხო? მეორე გაჩნდა მახვილი მესიის. აი აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროში უპირველესი სახელმწიფო ვართ. რაზეა ლაპარაკი და კომნენოსები აი ეს ხაზგასმა იქ ხო ლათინთა იმპერია შეიქმნა, მერე იქით ნიკეის იმპერია შეიქმნა, მაგრამ აი კომნენოსები არის ხაზგასმა, რომ ესენი არიან კანონიერი მემკვიდრეები იმ ბიზანტიის იმპერიის და აი პერსპექტივაში ჩვენ რო ავადგენთ იმას, ესენი დაიკავებთ. რასაკვირველია. იმ დროინდელი პოლიტიკური და რეალური და საქართველოს სიძლიერის გათვალისწინებით ესეთი გეგმის არსებობა სავსებით მისაღებია. აქ ერთი რამ მინდა გავიხსენო. არ არის ეს პირველი შემთხვევა, როცა ქართველი პოლიტიკური ლიდერი უშუალოდ ერევა საიმპერატორო კარზე
კონკრეტული, ასე ვთქვათ, საიმპერატორო ტახტისათვის ბრძოლაში კონკრეტული მხარს უჭერს კონკრეტულ მხარეს, ხო? მხარს უჭერს კონკრეტულ პერსონას. დავით კურაპალატი თავის დროზე, თავისი ჯარით დაეხმარა, ჯარი გააგზავნა და მაკედონელთა დინასტია გადაარჩინა სკლიეროსისაგან, ხო? ეს იყო მე-10 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს. გარდა ამისა, მე ასე მგონია, რომ გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით ბიზანტიას საქართველოს სამეფო კარისაგან ჰქონდა დავითის მეფობის დროსაც. ალექსი კომნენოსმა, პირველმა ალექსი კომნენოსმა მოიშორა მარიამ დედოფალი, დავითის მამიდა, მოიშორა მარიამ დედოფალი და ფაქტობრივად ტახტი წაართვა კონსტანტინე დუკას, ანუ მარიამის ვაზ, დავითის მამიდაშვილს, ხო? იქ ძალიან დიდი პერსპექტივები იქნებოდა აი ამ ორი სახელმწიფოს დაახლოებისა, იმ შემთხვევაში თუ კონსტანტინე დუკა იმპერატორი გახდებოდა. და ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ეს რეპრესიები განახორციელა ალექსი კომნენოსმა, ზუსტად 90-იანის დასაწყისია, როგორც იმ დროიდან მოიშორა ტიტულები დავით აღმაშენებელმა. ესე იგი, კონფრონტაცია აშკარაა კონკრეტულ ეტაპზე, კონფრონტაცია აშკარაა. ესე იგი, შეიძლება აქტიურობდა კიდეც დავითი იმ დროს ვის სასარგებლოდ, თავისი მამიდაშვილის სასარგებლოდ და თავისი მამიდას სასარგებლოდ. ახლა ეს ჰიპოთეტურად ვამბობ ჩვენ ამას. თუ მაინც და მაინც დაემთხვა იმას, რომ მოიშორა ეს ტიტულები მოიშორა. არა ვარ მე უკვე ვიღაცის ვასალი რა. ფორმალური იყო. ბაგრატ მეოთხის დროიდან იყო უკვე ფორმალური ეს ვასალიტეტი, ასე ვთქვათ. მაგრამ რეალურად და იურიდიულადაც დავითმა სრულიად გაითავისუფლა თავი. აი ამ სუზერენიტეტისაგან.